ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის სასამართლო პროცესზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოწმედ მოსულ ექს-პრემიერს ზურაბ ნოღაიდელს შეახსენა შეხვედრები პუტინთან. კითხა შეხვდა თუ არა ის პუტინს, რა უთხრა, ებლატავა, ეკაჩავა, თუ უთხრა რომ საქართველო არ დაეპყრო. ეს იყო კითხვები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაუსვა ზურაბ ნოღაიდელს, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მოწმესა და ბრალდებულს შორის. სიტუაციის განსამუხებლად ბრალდებულსა და მოწმეს შორის მანდატურის სამსახური ჩადგა და მანდატურის სამსახური ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. შეიძლება ითქვას, რომ მოწმემ დღეს დარბაზში მყოფ ადამიანებს აგინა, უკიდურესად მძიმე ვითარება იყო. ყველაფერი კი ერთმა კითხვამ გამოიწვია, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან დაკავშირებით დასვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ფრაგმენტი მოვისმინოთ ხტომათა დარბაზიდან ტელეგრამ არხზე გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის კითხვები ზურაბ ნოღაიდელთან. პროკურატურის მოწმეთა რიგებში ზურაბ ნოღაიდელი არის როგორც ერთ-ერთი ოქროს მოწმე, რადგან ის არის პირი, რომელიც აცხადებს, რომ 7 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა თათბირი და ამ თათბირთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძისგან ჰქონდა, რომ თითქოს ვასილ მაღლაფერიძემ გაიგო ამ თათბირზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა საპროტესტო აქციის დარბევა 7 ნოემბერს. ამ თემასთან დაკავშირებით მან ისაუბრა ხტომათა დარბაზში, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა უფლება, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, ამაზე თავისი შეფასებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, კითხვები დაუსვა ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირებით და ასევე კითხა ბადრი პარტარკარციშვილთან დაკავშირებითაც აინტერესებდა სააკაშვილს ჰქონდა თუ არა ზურაბ ნოღაიდელს ინფორმაცია, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირებში მყოფი პირი იყო სწორედ პატარკარციშვილი. ჩვენ ახლა კიდევ ერთი ფრაგმენტი შეგვიძლია მოვისმინოთ იმ კითხვებიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მოწმესთან.
ეს გამოიცნეთ ისეთი რომ ჩვენებაში რომ მე ამის უგანოდებით. აი რამეში კონკრეტულად დამოკიდებულია. ესაა მატერიალი, ეს არის თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი შეფეთილი პროგრამა. თუ რა გიამბობს რომ ჩემი კომპეტენცია იყო საქართველოს გომერული გამოცხადება, მე გავანთმოუწყო ვადასტურებ ამას. არ ვადასტურებ იმას რომ ჯარი ქუჩაში გამოყარე წესების აღსადგენად, იმიტომ თითი არ გაუძლევია ჯარს და არავის არ შეგვიძლია ასე დაწასულა. ეს არის სიძულე. თავი გამოყარე იმისაც რომ დაგვენახებია ისვის უცხოელებისთვის, რუსეთისთვის, რომ საქართველოს ოცხალია და საქართველოს აქვს უნდადი თავისთავად არის. მე ვიდეო ფოტოგრაფია. პატარკაში მოსულობაა. იცოდი თუ არა რომ პატარკაში მოჭიდო დაგოჩებული. ის რა პატარკაში თუ ფოტოგრაფია. აი ლუგავო რომელიც მისი დაცვის უფროსი ხო იყო FSB-ს ოფიცერი. არის ლუგავო რომელიც მოწამდა ლიბიენკო თბილისში იმყოფებოდა შენი პრემიერობის დროს და იყო FSB-ს ოფიცერი მოგონა. ეს მე თავისუფალი ვაზრო მას და FSB-ს ხოდა ძალიან ჯირო კავშირებდა ლუგავო იყო თავარი დიპლომატიაში სულეთო მისი დაცვის FSB-ს აგენტური რაბერები ხოდა მესხობთ არის თუ არის ნიშნავს რომ პატარკაში დაკავშირებული იყო პატარკაში რუსეთთან დაკავშირებული თავი მოსულა პატარკაში შეიძლება თორე იმედი რუსული ალბათ დაკავშირებული იყო პატარკაში რუსული დაკავშირებული იყო ასაკები ესენი რუსული პული შეიძლება ტელევიზია იმედი ვასი ეს დაცვის პროექტი ბარჯომაიელი ხავს FSB-ს პოლონიკი შენი აზრი რა მე არ ვიცი ესე იგი რომ მასი მარტივია დიქტატორი თუ დაფინა შეიძლება როგორ ხავსვა როგორც მონა კან როგორც მონა ასე რომ ჩანაწერი თუ იყო ჩაწერა რა ვიდეო აუდიოზე ვიდეოზე სადაში აუდიო ჩანაწერი აქტუალურ მასს მოგობრდეს აუდიო ჩანაწერი აქტუალურ მასს მოგობრდეს რა კონკრეტულად მასს მოგობრდეს კონკრეტულად ასებულ შეკუმბითარებასთან დაკავშირებული ვაკობითი შეხედულებები მაგრამ ასე თქო მრავალი სადებები შეხედულებები კონკრეტულად შესაძლებელი იყო თუ არა ასე მაგალითად იმის გამო არ მოწონდა სიტუაცია არ მოწონდი მე კონკრეტულად ეს ფაქტი მოიწონდა რატომ 2008-ში რუსეთს ესპლორაციები დიგიტიზაციის გასულია რაში აინტერესებდა ასე მაგალითად ვისი ნაკირაები იყო ინა სადაც ზურაბჟვარიელი ვასი მაგალითად ეს ის ყველა გასიცილე რა ვასი მაგალითად ეს იყო კაცი რომ თქვია ზურაბინა შეიძლება ჩვენი გოგონა გადაიცვალა პრაქტიკულად მაგრამ ეს არის კაცი რომ იმიშინე მუდმივად გამოხატავდა რაღაცებს და მუდმივად იყო სხვადასხვა მაქინაციაში და კომბინაციებში მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა კითხვები დაუსვა ზურაბ ნოღაიდელს მან დატოვა სხდომათა დარბაზში და დარბაზი და ვიდრე დარბაზიდან გავიდოდა თქვა რომ რუსების დაკვეთით ასამართლებენ და ბრალდება მის წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდება შეადგინა ოთარ ფარცხალაძემ სწორედ რუსეთის მოქალაქემ ოთარ ფარცხალაძემ მიხეილ სააკაშვილი რაც წავიდა სხდომათა დარბაზიდან შემდეგ უკვე შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ მოწმისთვის დაცვის მხარის წარმომადგენლებს ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლოში თქვა რომ ის 4-ჯერ იმყოფებოდა პუტინთან შეხვედრაზე და მას შემდეგ რაც დატოვა მან საქალაქო სასამართლო ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კითხვები დაგვესვა ამ შეხვედრებთან დაკავშირებით პუტინთან შეხვედრებს ნოღაიდელი ღალატად არ მიიჩნევს ერთ დროს სააკაშვილის პრემიერი დღეს ამბობს რომ სააკაშვილი ღირსეული მთავარსარდალი არ ყოფილა რუსულ პროპაგანდაზე კი ნოღაიდელი აცხადებს რომ ეს რუსული პროპაგანდა კი არა მისი პროპაგანდაა ვიტყვით რამდენიმე სიტყვას, აი ბოლოს თქვით რომ 4-ჯერ შეხვდით პუტინს. რომელ წლებში ჰქონდათ შეხვედრა პუტინთან? ნახეთ არქივიდან მიხდებით. აგვისტოს ომის მერე სალაპარაკო რა ჰქონდათ მასთან? ამის შემდეგ დაიწყო ამ კითხვის შემდეგ დაპირისპირება სხდომათა დარბაზში. თქვენსა და სააკაშვილს შორის საგინეთ ბატონო ზურას სხდომათა დარბაზში თქვენ. გარდა იმისა რომ სააკაშვილს მიმართავდით საკმაოდ უწმაწორი სიტყვებით. რა გაქვთ ხალხისთვის სათქმენი? ხალხისთვის ძალიან ბევრი რამე მაქვს სათქმელი. და თქვენ ეს ყველაფერი კარგად იცით. გითხარით. და სააკაშვილს თავი დაანებეთ ყველა, კარგად იყავით. ჩვენ რაზე ელაპარაკებოდით? საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობებს. ღალატად შეაფასა სააკაშვილმა თქვენი ეს ქმედება. არ მათქვევინოთ ახლა სააკაშვილზე რა. სააკაშვილზე არ მათქვევინოთ, რასაც ვფიქრობ. რას ფიქრობთ, ბატონო ზურა, რას ფიქრობთ? გითხარით. უთხარით სხდომათა დარბაზში. თქვენ მისი მინისტრთა კაბინეტის წევრი იყავით, რა უთხარით? მერე რა.
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშნებს მე ვერ მომცემს. ვერ რადავერც მოღალატეს ვერ დამიძახ. ხო რატომ იყობა და თუ თავდასხმა იყო არ უნდა დაეცვა დაცვის სამსახურს მიხეილ სააკაშვილი ეს ხომ რუსული პროპაგანდა არ უნდა რუსული პროპაგანდა არ არის არ არის რუსული პროპაგანდა ჩემი პროპაგანდა ჩემი პროპაგანდა დაიცვა რა ისა არ უნდა იფორტო თავარსარდალი არ უნდა დაეცვა თავარსარდალი უნდა დაიცვან არ უნდა დაეცვა დაცვის ღირსეული თავარსარდალი ღირსეული არ იყო სააკაშვილი ეხლა აღარ არის ღირსეული ბატონო მაშინაც არ იყო მაშინ რატომ იყავით მის კაბინეტში თუ არ იყო ღირსეული 2008-ში აღარ იყო ღირსეული მანამდე ღირსეული იყო მანამდე ბევრი პრობლემა ჰქონდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რატომ გადაგდით მისი პრემიერი ყოფილიყავით მაშინ რატო იყო საჭირო შეხვედრა ეს არა მთავარი საკითხი დღეს თავი საკითხი ის ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის და ქართული ხალხი ღალატად აღიქვავს პუტინთან შეხვედრებს არ აღიქვამს რომ დღესაც შეიძლება დაალაგდეს ურთიერთობა რუსეთთან. აუცილებლად უნდა დაალაგდეს და ვისი წყალობით ბატონო ზურა რა გზით უნდა დაალაგდეს? ვისი წყალობითაც დაალაგდება იმის წყალობით მინიშნებები გაგვიყვება თქვენი აზრი არაა საინტერესო ჩვენ საერთოდ თქვენ გონიათ რომ საზოგადოებას თქვენ წარმოადგენთ გეკითხებით მე რას ნიშნავს ჟურნალისტი ვარ ბატონო ზურა აღარ მინდა არ მინდა გიზარება ლაპარაკი ამ მის საკითხზე ბატონო ზურა იმიტომ ეს ჩემი საქმე აღარ არის თქვენ საზოგადოებას არ წარმოადგენთ მას შესაბ პუტინთან შეხვედრები ნოღაიდელისთვის ღალატი არ არის. ეს იყო ის მთავარი სათქმელი, რომელიც მას ჰქონდა საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომა 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასრულებულია. შემდეგი სასამართლო პროცესი უკვე აპრილის ბოლოს ჩაინიშნა. ვინოყოლება შემდეგი მოწმე პროკურატურას ეს ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილი აპირებს რომ აქტიურად მიიღოს მოწმეების გამოკითხვაში მონაწილეობა და მას ექნება ყველა მოწმესთან კითხვები.